ფინანსური საქმე საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა, რადგან დაახლოებით 2 საათზე მეტი ხდომაზე მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დარბაზის შეცვლილი იყო უჰაერობა არის ამის მთავარი მიზეზი და იმის გამო, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და არ გაითვალისწინა ის, რომ დაკავებულების შეუძლოდ ხდებოდნენ, ახლა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს ადვოკატებმა და დატოვეს პროტესტის ნიშნად ხდომათა დარბაზი. გაყვანილები არიან დაკავებულებიც, ბრალდებულებიც და როგორც ვიგებთ, რამდენიმე წამის წინ განახლდა სასამართლოს ხდომა, სადაც პროცესს ესწრება მხოლოდ პროკურორი და მოსამართლე. ზვია ცეცხლაძის დედასთან გადავალ შეფასებას ვთხოვ. დღეს მოისმინეთ, რომ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდით უფრო დიდ დარბაზში გადასვლას. გარდა იმისა, რომ იყო მიზეზი უფრო მეტი ხალხის დასწრება, იყო მთავარი პრობლემა უჰაერობა. რა შეგიძლია რომ არ გაითვალისწინა თუ ახლა უკვე პროცესი დამთავრებული იქნებოდა. კარი რო არ გაეყოთ, სულ ცოტა მაკლდა რომ გონება დამეკარგა. აქ ხალხი გარეთ, მისი მეგობრები, კვიდრი ბიძაშვილები, ნათესავები, ბავშვი ენატრებად არ შემოუშვოს, იმიტომ რომ ვითომ არ არსებობს ეს ხალხი. და იმდენად უტიფარია მოსამართლე, ან შვილი არ ყავს, ან ცოლი არ ყავს, ან ბიძაშვილი არ ყავს. როგორ უნდა შეხედოს მაგენს თვალებში? ან ღმერთი არ წამს, ასეთი უგულობა შეიძლება გეპიცები კარი რო არ გიეღეს ერთი მომენტიც რაღაც მაგიდან შემოიტანეს იმ მაშინ ამოვითქვისული თორე ლამის გონება დავკარგე. ბავშვი ხო გახდა ცუდად. ეხვეწება რომ დარბაზი ვეხვეწებთ, აქამდე პროცესი დამთავრდებოდა. არა ჯიუტად არის გადამდგარი, იმიტომ ერთ კაცს ასიამოვნოს ეს ყველაფერი. ეს არის შეიძლება, ესე შეიძლება ასე მონურად ექცეოდეს შენ მოქალაქეებს? არ შეიძლება. ახლა ვთხოვ განმარტებას ადვოკატსაც, გამოხედით ადვოკატები გაყვანილები არიან ბრალდებულები და ვიგებთ, რომ სავარაუდოდ ხდომა განახლდა. რა ხდება პროცედურულად ახლა, რა ეტაპზეა ეს რეზონანსი? დიახ, მოგახსენოთ, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან, რომ ესეთი მოკლედ თვითონ მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა დარბაზი. ფაქტობრივად, ფიზიკურად შეუძლებელი იყო იქ ყოფნა, სუნთქვა. ერთადერთი ბრალდებული გახდა ცუდად, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბრიგადამ გასინჯა პაციენტი და უთხრა, რომ უჟანგოდობის გამო გახდა ადამიანი ცუდად. ეს ცნობა სასწრაფოს მიერ გაცემული მოსამართლის წინედო და აი ამ ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენიდან მიუხედავად, მან დარბაზი არ შეცვალა. დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსამართლემ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ პროცესზე მონაწილე პირების ღირსება და პატივი არ შეილახა. დღეს ღირსება და პატივი ვერ იქნა დაცული ამ ბრალდებულების, მათ შორის ვერც ადვოკატების, ჩვენი პროფესიული საქმეობის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვეცა. შესაბამისად, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ აქტივურ ღონისძიებასთან დაკავშირებით მთავარ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენი პოზიცია დაგვიფიქსირებინა. აი ახლა არის ერთი კაცი სასამართლოს დავარქვათ, როდესაც მოსამართლე და პროკურორები ზიან და იხილავენ აი ამ საქმეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სასამართლო ასე უხეშად არგავს ადამიანის უფლებებს, ღირსებასა და პატივს და თვითონ მოსამართლემ სამწუხაროდ ვერ მიიღო გადაწყვეტილება მარტო, რომ შეეცვალა დარბაზი, რომლის საფუძველიც კანონი აკრძალვა მას არ ჰქონდა არავითარი. შესაბამისად, ბრალდებულებმა გამოხატეს პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი დაცვის პირების ადვოკატებმა პოზიცია სრულად გავიზიარეთ და მათთან შეთანხმებასთან ერთად ყველა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სასამართლოს ხდომის დარბაზს. ზვია ცეცხლაძის მამა არის აქ. თქვენც გითხავთ, ითხოვდით უფრო დიდ დარბაზში გადასვლას, მაგრამ პასუხად მიიღეთ მოსამართლის გარკვეული შეფასებები, რომ თითქოს საბოტაჟს ცდილობდნენ იქ მყოფები სასამართლო პროცესში. საბოტაჟის მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით უამრავჯერ სხვადასხვა გარემოებების დადგომის შემთხვევაში დადგა შუამდგომლობა ადვოკატების, რომ გადაეყვანათ პროცესი, გადაეტანათ შესაბამის დარბაზში, რაცა ყველას ქონოდა საშუალება დასწრებოდა და ვინც ესწრებოდა ნორმალურ ადამიანურ პირობებში, ემუშავათ ადვოკატებს, ემუშავათ პოლიციას და ასევე ყოფილიყვნენ ნორმალურ პირობებში ბადრაგიც და თავისთავად ბრალდებულებიც. აქედან გამომდინარე პრობლემაც შეიქმნა, ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფოც გამოიძახეს, ახალი გარემოებაც გამოვლინდა, განმეორებით თხოვეს, განმეორებით დააყენეს. არაფერი არ ესმის. თვითონ მოსამართლემ დღეს მოაწყო საბოტაჟი, რომ დღევანდელი სხდომა მას ჩაშლოდა და შესაბამისად მიიღო ეს ყველაფერი.
ბრალსდებდა ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში, მაშინ როცა თვითონ გააჭიანურა პროცესი და თვითონ მიიყვანა ჩაშლის პირობებამდე. აქედან გამომდინარე, ის რაც დღეს მოხდა თავიდან ბოლომდე დამნაშავე არის თვითონ მოსამართლე ამ საკითხში. მე ვიდეო საჯანიშვილთან გავაგზავნებ საუბარს და თან გთხოვთ რომ გარეთ გავიდეთ პირად. თქვენი შეფასება როგორია, რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში? ფაქტობრივად 2 საათზე მეტი მხოლოდ დარბაზის შეცვლას ითხოვდით. პატიმრობის შეცვლაზე და არგუმენტებზე არც კი გადასულ ხართ ხარ. დარბაზის შეცვლაზე მოისმინეთ პოზიციები და ეხლა უშუალოდ სამართლებრივ გარემოებებს გეტყვით, მოსამართლე ელემენტარული შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას არ გვაძლევდა და ასევე მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, რომ მოსამართლეს თხოვე ეს სასწრაფოს ცნობა მომეცით თქო და ამ სასწრაფოს ცნობას არ მაძლევდა და მე მაინც როდესაც გამოვართვი მოსამართლეს პოზიცია იყო ესეთი რომ ვითომ და უჟანგბადობაზე და იმაზე რომ ადამიანი ცუდად გახდა ამაზე არაფერი არ ეწერა და დოკუმენტი წარუდგინე რომ ბატონო მოსამართლე აგერ წერია ყოველივე ეს და მისი არგუმენტი იყო ის რომ თითქოს ამოკითხვა მას არ შეუძლია როდესაც მის გარდა სამმა ადამიანმა ამოიკითხა და რეალურად მოსამართლეს არ შესწევს უნარი იმის რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება ისაც კი რომელ დარბაზში ჩატარდება მადლობა. დიახ, მოსამართლის მხრიდან ვისმენდით საბოტაჟის მცდელობაში გადანაშაულებდა თქვენ ამბობდით რომ როდესაც არსებობს ექიმის დასკვნა, მაგრამ როდესაც ასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოვიდა, ირაკლი მიმინოშვილის შემთხვევაში ჩაწერა რომ პრობლემა შეუძლოდ გახდომის იყო უხაერობა, ხო? ეს შუამდგომლობას დააყენეთ, დოკუმენტიც მიაწოდეთ, მაგრამ არ გაიგო. მოსამართლის პოზიცია იყო რომ ამოკითხვა არ შეუძლია ამ დოკუმენტში, როდესაც ყველა დანარჩენმა იქმა ყოფმა პიროვნებამ ეს ამოიკითხა და ექიმა ზეპირსიტყვიერადაც დაასაბუთა ეს ყველაფერი. ახლა ვნახოთ რა ხდება სასამართლოს ეზოში, აქ არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა გარეთ გამოვიდა, მას შემდეგ რაც პროცესი დატოვეს პროტესტის ნიშნად. ახლა ჩავიდეთ, ჩავალ ქვემოთ და ვეცდები რომ ოჯახის წევრებს გავესაუბრო, ნაწილი მათგანი გარეთ არის გამოსული, როგორც უკვე გითხარით და ელოდებიან რეალურად გაგრძელდა პროცესი ახლა შიგნით საქალაქო სასამართლოში. მე ვხედავ ვეფხია კასრაძის მეუღლეს კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა ვიხილეთ ახლა თქვენ დაწყებამდე ანონსებდით რომ სპექტაკლი როგორც რეალისტი ვარ და როგორც ვთქვი წინასწარ, ოღონდ ეს სპექტაკლი ბოლომდე არ ჩავატარებინეთ, გამოვიდა ისე და რა აზრი ქონდა სპექტაკლის ჩატარებას, როდესაც ვიცით როგორ იწყება სპექტაკლი, მონაწილეები ვიცით, პროდიუსერი ვიცით და დასასრული სპექტაკლის ვიცით. და მე ისიც ვთქვი, რომ ფუნქცია დაკარგულ შენობასთან ვდგარ, ულამაზესი შენობა არის, მაგრამ ამ ეტაპზე ფუნქცია დაკარგული აქვს და მე ვიგრძენი თავი რუსულ აბანოში, ძალიან დიდ ბოდის მოვხვდი საზოგადოებას, აი არ მინდა გაგრძელება საკითხის. ვეფხიას მიმართვაც მოვისმინეთ სასამართლო დარბაზში და ისიც ამბობდა რომ ბრალდება გაუგებარია და გარდა ამისა ამბობდა რომ რა აზრი აქ ყოფნას როცა შთაბეჭდილება გრჩება რომ უკვე ვიცით რა გადაწყვეტილებას. დიახ, წინასწარ იცოდა ჩემმა მეუღლემ რომ ეს უბრალოდ ვიცოდი დასასრული როგორი ექნებოდა და წინასწარ დადგმულ სპექტაკლის დასასრული ვიცოდით და ფინალი. მაგრამ არაუშავს, ჯერ ძალიან მაგარი ახალგაზრდები ყავს, ძალიან გულანთებული ხალხი და ნამდვილად ეს არ გაგრძელდება დიდხანს. განაჩენი თავის თავს გამოუტანა, მოსამართლემ გამოუტანეს თავიანთ თავს განაჩენი. და ყველაფერი კარგად იქნება მჯერა ნამდვილად. ასეთი არის სხდომათა დარბაზიდან პროტესტის ნიშნად გამოსული მოქალაქეების პოზიცია. კიდევ ერთ ადვოკატს გავესაუბრები, ახლა გრძელდება პროცესს ესწრებიან პროკურორი და მოსამართლე. ეს რამდენად ნორმალური მოცემულობაა სასამართლოს ისტორიაში? ჩემთვის როგორც ცნობილი არის, პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია და ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. ჩვენ ადვოკატებმა, რა თქმა უნდა, ჩვენი დაცვის გაშყოფების მოთხოვნითა და მათი პოზიციის გათვალისწინებით დავტოვეთ სხდომის დარბაზში. ამ მომენტში ჩემთვის უცნობია თუ რა ხდება დარბაზში, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დარბაზში იყო არაადამიანური პირობები, როგორც ბრალდებულებისთვის, ისე ადვოკატებისთვის და დამსწრეპირებისთვის, შესაბამისად, იმ დარბაზში პროცესის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და არ ვიცი თავად რა ფორმით, რა შესაძლებლობებით შეიძლება გააგრძელონ ადვოკატების გარეშე აღნიშნული პროცესი. მადლობა, ასეთი არის გამოსული მოქალაქეების, ოჯახის წევრების, ადვოკატების პოზიცია. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რა ხდებოდა შიგნით, რა არგუმენტები ჰქონდათ ადვოკატებს, როგორი სიტყვით მიმართვა ჰქონდათ დაკავებულებს, როცა ითხოვდნენ რომ უჰაერობა რეალურად არაადამიანური პირობები იყო სასამართლო დარბაზში.
ამ ადგილების საჭიროებას განსაზღვრავს საბადრიგო სამსახური. ერთ-ერთი ბრალდებული გას ფეხზე ვერ ჯდება, იმიტომ რომ ძალიან პატარა ადგილია გამოყოფილი მის ასასწორებლად. ეი პოზიციის გამოხატვის სწორად ხედავთ. შეგიძლიათ აგეთან ეს ფეხზე აღგეხონ ეს იგი უბრალოდ ვიგები ბატონოს. დაგზავნით თუ შეიძლება ის დროს წერია. დაგზავნით თუ შეიძლება მინდა ხედავთ. დაგზავნით თუ შეიძლება. გადავიდეთ დიდარ დასრულებაზე. ასეთი მოცემულობა ახლა სასამართლოში სხდომაზე შეჩერებულია ჯერჯერობით, როგორც ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია განახლდა თუ არა. ყველა მათ შორის ადვოკატი ოჯახის წევრი გამოსული არის სასამართლოს ეზოში და ისინი ამბობენ, რომ დღეს მათი და დაკავებულების ინტერესები დაარღვია სასამართლომ. ახლა გაჩვენებთ კადრში ჯაჭვს გარკვეულწილად, როცა ოჯახის წევრებს ადვოკატებს გაკეთებული აქვთ სასამართლო დარბაზთან, აი ასე დგანან და ამ სახით აპროტესტებენ იმ მოცემულობას, რაც დახვდათ სასამართლო დარბაზში, მაშინ როცა გუშინ ამბობდნენ, რომ გუშინდელის მსგავსად უпроსტორად ამბობდნენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდა საქალაქო სასამართლოს უფრო დიდ დარბაზში გაგრძელებულიყო სასამართლოს სხდომა, თუმცა ეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არაერთი მიმართვის მიუხედავად, არაერთი მოცემულობის მიუხედავად, როცა თავად დაკავებულები ეუბნებოდნენ, რომ ის არის შეუძლოდ და უმჯობესი იქნებოდა, რომ სხდომა სხვა დარბაზში გააგრძელებულიყო. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო ღვედაშვილი.